სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი სომეხ კოლეგას შეხვდა. ასევე საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა პრემიერ ფაშინიანთან. რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება ორმხრივი შეხვედრებისას მხარეებმა, ამას ანა ბროლაძე გვეტყვის, რომელიც ერევნიდან შემოგვიერთდება. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების გარდა, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს, იქნება ეს სავაჭრო, ეკონომიკური თუ ხალხთაშორისი კავშირები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც იყო დღეს დახურულ კარს მიღმა დისკუსიებისას საუბარი, იქნებოდა ეს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ოფისში, როდესაც ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტს და დელეგაციას და გაფართოებული ფორმატით შედგა შეხვედრა, თუ იქნებოდა ეს უშუალოდ სომხეთის პრეზიდენტთან მის სამუშაოს რეზიდენციაში, სასახლეში. ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების უკვე საბოლოოდ ხელმოწერა და გაფორმება. აღსანიშნავია, რომ სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, როდესაც შედგა შეხვედრა, გაიმართა თავდაპირველად დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შემდგომ უკვე მხარეებმა გადაინაცვლეს პირისპირ ფორმატში შეხვედრას და ამის შემდეგ უკვე გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა დისკუსიები. შემდგომ უკვე მედიისთვისაც გაკეთა ერთობლივი განცხადებები და სომხეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური ერევანის მზადყოფნა, რომ ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას, ვინაიდან ეს შეთანხმება იქნება რეგიონში ხანგრძლივი და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი. სომხური მხარე მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, სწორედ მეზობელ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესში როგორი პოზიციონირებაც აქვს საქართველოს. ამ კონტექსტში ერთობლივი განცხადებების დროს ასევე აღინიშნა რამდენიმე დღის წინ თბილისში გამართული სამხრივი ფორმატის შეხვედრა, რომელიც სწორედ ოფიციალური თბილისის ინიციატივით და ქართული მხარის მიერ გაიმართა, როდესაც საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრას და ზოგადად იცის მაყურებელმა, რომ ჩვენი ქვეყანა პოზიციონირებს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის როგორც შუამავალი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში დასრულდეს კონფლიქტი, მეზობლებმა ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას და ყველა შეხვედრაზე იქნება ეს ერევანში მაღალი დონის შეხვედრები თუ ეს იყო ბაქოში შემდგარი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას, ხაზი გაესვა იმას, რომ აუცილებელია საბოლოო ჯამში კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დარეგულირდეს და ამ სცენარით პროცესების განვითარებამ კავკასიის რეგიონში გრძელვადიან სტაბილურობას უნდა დაუდოს საფუძველი. ბოლო დროს სომხეთს და საქართველოს შორის აქტიური და ძალიან მრავალშრიანი ურთიერთობა. სომხეთს და საქართველოს შორის ურთიერთობა დამყარებულია სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, დემოკრატიულ ღირებულებებზე, ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ორი ქვეყნის მოძმე ერების ქრისტიანულ ღირებულებებსა და მომავლის ხედვაზე. გრძელდება შეხვედრები მაღალ დონეზე, ვითარდება და ღრმავდება ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს და სომხეთის მხრიდან ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის ცნობის სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს-სომხეთის ურთიერთობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ვითარდება. დღეს განვიხილეთ ასევე რეგიონული სტაბილურობის და გრძელვადიანი მშვიდობის საკითხი. სომხეთი მტკიცედ დგას კეთილდღეობის და განვითარების საკითხზე და გააგრძელებს ძალისხმევას ამ მიმართულებით. მინდა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმების ტექსტი შეთანხმებულია და მზად არის ხელმოსაწერად. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარებას. პატივცემულო პრეზიდენტო, სომხეთი ძალიან აფასებს საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხში, მშვიდობის და კეთილდღეობისკენ მიმართულ თქვენ ძალისხმევას. მივესალმებით სამხრივი პლატფორმის შექმნის შესახებ თქვენს ინიციატივას და თქვენს როლს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხში. რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორისი კავშირების გაღრმავებას. საქართველოს და სომხეთს აქვთ სანიმუშო ორმხრივი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით. გასულ წელს ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რაც მტკიცე მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და გზას უხსნის უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა სფეროში. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა. ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის
მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს. სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს ცალსახად მიესალმება 2025 წლის 13 მარტს სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. გვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. იმედს გამოვთქვავთ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამართა პოლიტიკური შეხვედრები სომეხ კოლეგასთან, ისევე როგორც სომხეთის მთავრობის მეთაურთან ნიკოლ ფაშინიანთან მთავრობის ადმინისტრაციაში. დღეს მიხეილ ყაველაშვილი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდება სომხეთის პატრიარქს და შეიძლება ითქვას, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში რიგით მეორე მეზობელ სახელმწიფოში სომხეთში უკვე დაასრულებს ოფიციალურ ვიზიტს. ეს ანა ბროლაძე იყო.